time and complicated situation, and hopefully in the region that will come out of its real boots on the ground. Don't only mean boots. We and less casualties and less confrontation, and that we look forward in the future with great hopes and waiting for this event for quite a long time here with us in Georgia. მივესალმები ჩვენს ნატოელ სტუმრებს, მივესალმები ღონისძიებას, რომელსაც დიდხანს ველოდით და დღეს ასეთი სიხარულით და აღტაცებით ვიწყებთ. თქვენ იცით, ჩვენი დამოკიდებულება როგორც პოლიტიკური ელიტის, ასევე სამხედროების, ასევე მთელი ქართველი ხალხისა ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის არჩევანია გაღრმავდეს და გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა და მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას გულისხმობს. ამ დიდი მიზნისთვის ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, არა მხოლოდ ვანვითარებთ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას, ხვდეთ ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ ქართველი მეომრები თავისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად იცავენ ამ ღირებულებებს. ამ ღირებულებებს ჩვენ ვიცავთ უკვე არაერთი წელია და არაერთმა ადამიანმა თავისი სიცოცხლე ამ დიდ მიზანს მიუძღვნა. დღევანდელი ჩვენი სასიხარულო ღონისძიებაც სამწუხაროდ იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დაიღუპა ჩვენი თანამემამულე ბატონი რამაზ დავითაია, ადამიანი, რომელიც გმირულად იბრძოდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე იმის მერე რაც დაჭრილი იყო, იბრძოდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო საქართველოს ერთგულ მეომართა რიგებში. სამწუხაროდ დღეს ის დაიღუპა და მე მის ოჯახს უცხადებ თანაგრძნობას, ისევე როგორც ყველა სამხედროს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მძიმე წუთებში. ასევე ჩვენ ვიცით, რომ დღეს მოხდა თავდასხმა ბაგრამის ბაზაზე და ქალბატონი კრისტინ დევისი შეეწირა ამ თავდასხმას. ჩვენს მოკავშირეებს, ყველას, ვინც ერთად იყო და ერთად იბრძოდა მსოფლიო და გლობალური სტაბილურობისათვის, კიდევ ერთხელ უცხადებ თანადგომას და ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს ის ფონია, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, ეს ის სირთულეებია, რომელსაც ჩვენ ერთად გადავლახავთ და ბუნებრივია ეს დანაკარგები კიდევ უფრო მეტ შემართებას გვაძლევს ყველას ჩვენ ერთად. მე ვამბობ ყველას, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ ჩვენ დღეს ვართ ერთიანი სულისკვეთებით, ერთიანი ღირებულებებით გამსჭვალული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემს მშვენიერ ქვეყანაში, მოგესალმებით თქვენ მშვენიერ პარტნიორებთან ერთად, იმიტომ რომ დღეს თქვენს გვერდით, ნატოელი ჯარისკაცების გვერდით დგანან ქართველი ჯარისკაცები, დგას თავდაცვის სამინისტრო, დგას ქართული საზოგადოება და ქართული ხალხი, რომლებიც არიან გამსჭვალული თანამეგობრობის ერთიანი მიზნებისკენ სწრაფი. სუნძი ამბობდა, რომ ყველაზე ნიჭიერი მხედართავარი არის ის მხედართავარი, რომელიც ომს უბრძოლველად მოიგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მეგობრობა, ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვაღვივებთ ერთად, რომელსაც ვაფუძნებთ, ის პროფესიონალიზმი, რომელსაც უწევთ, რომელსაც ახლა კიდევ უფრო გავაღმავებთ, სწორედ ამ მთავარი მიზნისკენ მიგვიყვანს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს, ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში თქვენი ჩამოსვლა და შემოსვლა კიდევ უფრო სასიამოვნო გავხადოთ და ახლა სიტყვას გადავცემ იუბილეარს თავდაცვის მინისტრს ქალბატონ თინა ხიდაშვილს.
მოგესალმებით. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო ამ ღონისძიების მასპინძლობისთვის. მაშინ მოვიდეს. საკუთარი ოჯახების, საკუთარი ეს არის დროშა, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ ბაზაზე ფრიალებდა და რომელიც სიმბოლურ საჩუქრად გამოუგზავნეს თავარსარდალს ჩვენმა ჯარისკაცებმა. Stability in a changing world, which is of your wonderful capital, Tbilisi, literally means warm. Establish a constructive dialogue. Its relations with more than 40 Welcome to Sakatpur.